მოგესალმებით, მე ლელანი ნუა ვარ და მხატვარ გია მუქერიას სახელოსნოში ვიმყოფები. ერთი ის რომ გაგაცნობთ ამ არაჩვეულებრივ ხელოვანს და მეორე ის რომ რამდენიმე ხნის წინ ბატონმა გიამ გაიგო რომ ის არ არის დედის ერთა ბიჭი, რომელიც ვერაზე დაიბადა და ვაკეში იზრდებოდა, არამედ ის ძალიან მდიდარი აღმოჩნდა 4 და მათი შეხვედრა, გენეტიკური ტესტის ანალიზი და მისი დიდი ოჯახი. გაიცანით, მიგთავაზობთ და თქვენ აუცილებლად თუ მოისმენთ და ნახავთ, ეს არის დაუჯერებელი ზღაპარი. მე ვარ ქეთი აბაშიძე. გავთხოვდი 1980 წელს. შეგვეძინა 3 შვილი. გავყევი გია მუქერიას. გია მუქერია ხატავს ძალიან კარგად. ისე ეკონომიური აქვს დამთავრებული. და ახალი ამბავი გავიგეთ ძალიან საინტერესო. 64 წლის ასაკში აღმოაჩინა რომ არის ნაშვილები და ყავს 4 და. ოღონდ პირველი გია არის და მოპარულია სამშობიაროდან. რომელი სამშობიარო? პირველი სამშობიაროდან, მერე გადაყვანილია ბავშვთა სახლში და იქიდან გაშვილდა. როგორი იყო თქვენი? დედას უთხრეს რომ გარდაიცვალაო. როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია? მაინტერესებს აი ეს ემოცია მომხევით, რაც აი რომელი დღე იყო, რომელი რიცხვი იყო, რომელი საათი იყო? როგორი იყო და შოკი იყო. ჯერ ნათესავმა მითხრა და არ გავაჟღერე, წლების წინ მითხრა ნათესავმა და არ გავაჟღერე და ძალიან ისეთი რეაქცია რო არ მგონია ეხლა ისეთი და არსად არ ავთქვი და მე ეს თამუნა მუსერიძის ვეძებ რო დაიწყო, მე ვიფიქრე მოდი მეთი იქნებ აღმოვაჩინოთქო. და მივედი თამუნასთან, მაყიდინა ტესტი თამუნა. და მე სოციალური ქსელის მეშვეობით აღმოვაჩინეთ გიას დიშვილი. დიშვილის მეგობარი კიდე ჩვენი ახლობელი და ესე ნელა ნაბიჯ მივედით იქამდე რომ მოკეთ შევხვდით დებს. 2 და ცხოვრობს თბილისში, 2 და ცხოვრობს ბელგიაში. თბილისში იყო შეხვედრა დებთან და ეხლა მივემგზავრებით ბელგიაში მაისში, რომ ის 2 დაც გაიცნოს გია. შვილები აქ ამყავს, 2 შვილი აქ ამყავს და 5 შვილიშვილი. ჩემი მეუღლეც აქ არის, წამოვბრძანდით გაგაცნოთ. მოვბრძანდით. ეს არის ერთი ქართული ოჯახი, რომელიც 21 წელია ცხოვრობს ამერიკაში შტატებში და უკვე დიდი ოჯახი. მოვბრძანდით. შემოდი ბუბუ. მე ძალიან მომწონს თვითონ მამაჩემის ნამუშევრები, ადრეც ხატავდა, მაგრამ ამერიკაში რატოღაც უფრო მეტად გააფერა და თავისი ცხოვრება და იხალისებს ცხოვრებას, გვახალისებს ჩვენც და რაც ბედნიერები ვართ მაგ ყველაფრით. და მინდა რომ გამოჩნდეს ხალხმაც ნახოს და იყოს ჩვენი ისტორია ძალიან მე პირადად ძალიან გამიხარდა. მე პირადად მიხარია ის რომ აღმოვაჩინე ულამაზესი მამიდები. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ვიყავით ჩასული, ვნახე. ყველა ერთმანეთზე უკეთესები ძალიან თბილად მიგვიყვეს, შეგვიყვარეს და ჩვენც რა თქმა უნდა შევიყვარდა ერთი ძალიან სკაი დრო ვატარეთ მოკლედ ერთად. და ბევრი ტკბილი მოგონებები დავაგროვეთ. ძალიან რთული. არა, მე პირადად ამჯერად. საერთოდ მიღებასაც არ ველოდი მათგანაც, მაგრამ ისე სხვანაირი მიღება, სხვანაირად მიყეს. და დააკვაყოფილი. არიან ხელოვანები თავადაც? ზოგი ექიმი არის, ორმამიდას ჯერ არ ვიცნობთ, ეხლა მივდივართ მათ გასაცნობად. რა ვიცი, ძალიან კვაყოფილი და ბედნიერები ვართ და თვითონაც ძალიან უხარია და ბედნიერები არიან ძმის ნახვით. მამა რა ფერია? ჩემთვის მამა ყველაფერია. მამა ყველაფერია. მამარი ეტიკეტილი
კარგი ადამიანი, რომელსაც ვამაყობ სულ. მორგია მუქერია, დავიბადე თბილისში 60 წლის 15 ივნისს. ვაკეში. ბავშვობა ძალიან ბედნიერი მქონდა. ვაკე დიდია, მაინც რომელი უკან? ნაფარაულის ქუჩაზე. რა გახსოვთ ბავშვობიდან დეტალები შეგიძლიათ? ბავშვობა როგორი? ბავშვობა ბედნიერი მქონდა, არაფერი არ მაკლდა. გართობა, კურორტები. შეძლებული ოჯახი. კი. 9 ძვაკაცი მყავდა. ეხლა 2-ია დარჩენილი. დანარჩენი გარდაეცვალა. ეჭვი არ გეპარებოდათ დედის ერთად ვიყავით, თოლიყავით დედის ერთად, რაღაცნაირად. არასდროს არ გქონიათ ეჭვი. არა სხვათა შორის. ამბობენ ხოლმე, რომ დედას და მამას ვინც იშვილებენ, იმათ ემსგავსებიან. რამე მსგავსება ჰქონდათ თქვენ მშობლებთან, შედარებით მშობლებთან? ფიზიკური? კი. გავდი დედას. რას გეუბნებოდნენ, როგორ გზრდიდნენ? დედა ექიმი, სტომატოლოგი იყო. მამა მაღალთანამდებობაზე მუშაობდა საცხობშერებლობის სამინისტროში. ზიდდნენ მანებიურებდნენ. აი მოყავით როგორც დაიგეთ, რომ 4 დაგყავთ და ასე მდიდარი მოხდათ. იმაზე მდიდარი, ვიდრე თქვენ გეგონათ, რომ განებიურებდნენ. სამყარომ როგორ გაგანებიურათ? აი ეგ რეაქცია მოყავით. ეგ იყო შოკი. კარგი ხანი ვერ გამოვედი შოკიდან. სამწუხაროდ დამჭირდა. ვახეთ თქვენ ხარ. ვინ გითხრათ პირველად? როგორ გაიგეთ? ეკა მითხრა. ჯერ ქალიშვილი. ნუ რა რეაქცია? გაბრაზდით თქვენს გამიკვირვებულს? არა, როგორ არა. ჩემს გარდა ყველას ცოდნია ისა. სალათესაოსაც. და შეხვედრა მოგვიყავით, რა როგორ აღწევთ თქვენ ხართ მხატვარი და თქვენ ემოციებს გადმოსცემთ თემატიკას. აი, რას დახატავდით? აი, როგორ ფერებში ასახავდით თქვენს შეხვედრას, თქვენს რეაქციას, მიღლავს? ღია ფერებში. კაშკაშა ფერებში. სამყარო უფრო ლამაზი გახდა. ჩვენთვის უცებ ძალიან გავდივდა სამყარო. ღია გავა რომ ჩვენები ამაზე აღვლაპარაკობდეთ, არ საუბრობდეთ, ხან გვეტირება, ხან გვეცინება, ხან გვეცოდები ამ მშობლები და ძალიან დიდ პატივს ვუვაგებ იას გავსწრებ მშობლებს. შეიძლება ახლა ეს ვიღაცა ისე პათეტიკურად ჩამითვალოს ან რაღაცა, მაგრამ რეალურად ამ ამბავში ყველაზე კარგი თუ რამეს კარგი ხვია, აი სანამ მე არ გულისხმობ გიას ოჯახს, მის შვილებს და ასე შემდეგ საოცრება და ბედნიერება, აი ამბობ მანამდე არის ის ჩვენი თავდახედვიდან, რომ ასეთი კარგი მშობლები ყავდა. გამსრდელი მშობლები. გამარჯობა თამუნა, მიცა, კარგად მიცანი? ტესტი რო ვიყიდე, გახსოვთ თოთო ბავშვით რო მოვედი. კარგად, აღმოვაჩინეთ 4 და. დედა რა საოცარი ამბავი. მე რატო არ მიხარი? მოგწერე და პასუხი არ მივიღე. როგორ იპოვეთ? ვიპოვეთ რა ვიცი, აბა ვერ ვამ ტესტით, აი შე რო გაჩვენე, აი იუსტიციაში აღმოვაჩინეთ და მე სოციალური ქსელის მიხედვით დავტესტეთ და იმათ არ ჯეროდათ, არ გჯერაო, არასოდეს არ გაგვიგიაო და ტესტის მიხედვით აღმოჩნდა მამით და დედით ერთნი. ხო. ისტორია რა იყო? მოიპარეს და გააშვილეს. უთხრეს გარდაიცვალაო და 64 წლის ასაკში გაიგო პირველად.
აი ხა გაჩვენებ. გაგაცნო. აი, გამარჯობა. რა დაიჭირე. თან თამულა აღმოჩნდა ფანტასტიკური მხატვარი. ეს თქვენი ხატებია უკან? ტესტი კიპოვეთ? ტესტი კი. ვახა მაგარი ამბავია. ილოცავთ. მადლობა. მოკლედ მადლობა შენ და გადმოგიგზავნით მასალას. კი, შენ ძალიან დიდი მადლობა. ლელა, უფრო ხარ. აი მე მაგის დაშვებაც კი მიჭირს რომ აი რაღაცა არავინ არ არის ამბის მთხრობელი რომ აი ვინმეს რამე ეთქვა რომ აი ამის გამო იმის გამო რეალურად აი ძალიან ბევრი ყველაზე ცუდი ვერსიები გვაქვს დაშვებული რომ აი ახლა კარგი ოჯახიდან იყო დედაჩემიც ახლა მამა რაიკომის დივანი ყავდა ძალიან ისეთი ნუ მარტო შეძებული კი არა ისეთი ცნობილი ოჯახიდან იყო მამა ჩემი ცნობილი გვარის და შთამომავლობის და რა ვიცი ისეთი ძალიან სხვანაირი საოცარი ურთიერთობები ჰქონდა დახვრეტილი ყავდა მშობლები და გარდაცვლილები და რეალურად ისეთი ურთიერთობა ჰქონდა სიძესიმამს ერთმანეთში რომ ვერც კი უშვებთ რომ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო საერთოდ ფიქრო არ ვიცი აი წარმოდგენა არ აქვს თუმცა ეჭვად მერე უკვე როცა დავიწყეთ ამის გამოკითხვად როგორც გავიგეთ ან ეჭვი ჰქონდა მამას ან ვიღაცა მასაც რაღაცა უთხრა იმიტომ რომ ნათქვამი აქვს რომ გარკვეულ თანხას დიდ თანხას იხდიდა რომ ვის მას დაკარგულ შვილს აპოვნინებდა ოღონდ ეს გავიგეთ აი ამ ამბებში როცა უკვე ჩვენ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ სრულად უცხო ადამიანის ნათქვამი გაიხსენა ჩემმა დიშვილმა 5 წლის წინანდელი და მე აი მამას მძღოლი რომ ვინც იყო და ძალიან ახლობელი ოჯახი სოფელში და იმაში იქ ვიკითხეთ რომ იქ მაინც ყველაფერი იცის და მათაც ასე ჭორად გითხრეს რომ ეს ვიცით რომ რაღაცა დიდი თანხას იხდიდა ვინც მას დაკარგულ შვილს აპოვნინებდა მაგრამ ეს ჩვენთვის მას არასოდეს არ თქვავს აი არასოდეს არც გამიგია, არც ახლობლისაგან, არც მარტო მე კი არა, ახლა 4-დანი ვარ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედას და მართლა მეგობრული, მე ისეთი ჩემს ოჯახში ვინ არ იზრდებოდა, ნათესავი, ახლობელი, მეზობელი, რაღაცა, ან იმათ ხარჩხუბია, ხან ის არის ხო ბავშვებს შორის, აი მე არ მახსენდება, თუნდაც აი ეს რაღაცა გაყვრით ნათქვამი ვინმესაგან. მე მაინც უფრო მგონია რომ უთხრეს რომ გარდაცვლილია და დამთავრდა მაგით აი ეს ისა რომ რაღაცა ეს ამბავი და ჩვენ ტკივილი არ მოგვაყენეს თუმცა მამას ეჭვი ჰქონდა აშკარად ცოცხალი იყო უბრალოდ ვერ იპოვა მაისე მიკურს რომ ვერ იპოვა იმიტომ რომ ახლა თბილისში გავლენიანიც იყო თბილისში კი საქართველოში და კიდე უფრო გავლენიანი წრეც ყავდა იგივე დედის მხარეს აი როგორ ვერ მოახერხე ვიღაცამ ძალიან აუპნია გზაკვარი არა და ცხოვრობდნენ სულ 500 მეტრში იყო გაშვილებული და ბოლო საცხოვრებელი ჩემსა და გიას შორის ესე იგი ჩემი მშობლების თავდაპირველი საცხოვრებელი იყო მაგისპარკთან და ჭავჭავაძეზე კავსაძეს ქუჩას სიახლოვეს აი ძალიან ახლოს იყო გაშვილებული ფაქტიურად და როგორ შეუფასებელი ტკივილია ეს როგორ შეიძლება შეუფასებელი ეს ისეთი შეუფასებელი ეს ხო ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენი შეხვედრა და უდიდესი ბედნიერება ნუ გულში არანაირი ნეგატივის შემოშვება რო არ გინდა ისეთი სიხარულია ხო მაგრამ აი რო დავცილდით და ის დაცილების მომენტი რო გია დაბრუნდა ამერიკაში ხო ისე ხო არ ცილდები გული და სულით არ ცილდები ადამიანს ხო ეს რაღაცა ის ძაფები უკვე რო გაიგნება დამთავრებულია მაგრამ ფიზიკურად როგორც კი დავცილდი თითქოს განმიახდა ის სიტუაცია რაც აი ის სიბრაზეც ის რომ აი რატომ მოხდა როგორ მოხდა რომ ეს წლები ეს ცხოვრება როგორ დაგვაკარგინეს ადამიანებს ვინც არ უნდა იყოს ეს ჩემი ძალიან ახლობელი იქნება თუ ისე იქნება თუ ასე იქნება თუ განგება იქნება უკვე ყველაფერი მაბრაზებს რომ აი ეს როგორ რანაირად მოხდა რომ ესეთი დიდი ბედნიერება ამდენი წლებია ჩვენ არ გქონდა დებს დატყულები ვიყავით სულ ძმის
ესეც რო არ ყოფილიყო, აი ხო არის, არა მამაც ნატრული იყო. ახლა სულ ყველას უნდა ახლა 4-დანი რო ვართ, ფაქტია რომ უნდათ ბიჭიც ყოლოდათ, ხო? ახლა რეალურად ახლა შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები და არასოდეს არ ვთქვი, მაინც ბიჭი მინდოდა და იმიტომ ყავს 4 გოგო, არც მამას დარისპას ვეძახოდით, რომ რა დაათხოვებს შეშულებს თუ ვითომ დავცინოდით კიდევაც და რაღაც ესეთ. აი არასოდეს არ ვთქვამთ, უცი რა. აი ხო, რაღაცა ესეთი ან არ მოგვაყენეს ტკივილი ან ვიღაცა ჩაერია, ვერ გეტყვით. 4 წლის დეიდა მითხრა რომ მე რაც მახსენდება ეს არის რომ იყო ნაადრევი მშობიარობა, ვითხრეს გარდაცვლილია, ბიჭი იყო თუ გოგო არ ვიციო. მაგრამ მე ისი ჩემი ძლია გითხრა რომ არავის სხვა არ იქნება, რომ ეს იქნება აუცილებლად საერთო შვილი. თუ ვინმე გეუბნებათ რომ ძმა არის თუ რაც არის და თუ ეს საოცრება და სასწაული მოხდა ამ ქვეყანაზე, იცოდეთ რომ ეს საერთო შვილია და აი აქედან დაიწყო რაც დაიწყო რა მერე და მერე უკვე ეკამავა ტესტები, აბა ეს ყველაფერი და რა ვიცი, მოვიდა 2-3 კვირაში უკვე პასუხი, თუმცა მინდა გითხრათ რომ ტესტი რო ჩავაბარეთ, ეს იყო ყველაზე ცუდი და მძიმე მომენტი პირადად ჩემთვის და სხვათა შორის ჩემადებოც თქოს რომ ესე იგი გული ვისყდებოდა რომ ვაი თუ მართალი არ აღმოჩნდეს და მართლა ვერ ვიპოვეთ რა მოკლედ ძმა უკვე ისე გათავისებული ყავდა რომ ეს იყო რომ რაღაცა სწავლი დაგვემართა და აღმოვაჩინეთ თუ აღმოგვაჩინეს თუ რა მნიშვნელობა აქვს აი ესე უფალმა უცებ ერთმანეთის თავი მოგვევლინა მე მიდიოდა უკვე ნერვიულობა იმაზე გია როგორ მიიღებდა. მე ჩემი დებიც ამბობდნენ არა უშავს თუ მიგიღებს ხო ვიცით რომ არსებობს და მოვეფეროთ და სურათებით და ქეთის გოგოებს რაღაცა ესეთი მithბა და მადლობა უფალს რომ გიამ კიდევ უფრო კარგად მივიღო მე მგონი ჩვენ და ამით ეს ყველაფერი უფალმა და ჩვენ ამ ადამიანებმა ერთად ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ახალი ცხოვრების დაწყება. მარტო შევეცადეთ კი არა, შევძელით. ჩვენ აი უკვე მონატრება, სიყვარული, ყველაფერი ერთდროულად ჩაერთო ამ ამბავში. პირდაპირ გულის კარი გაიღო, ხო თითქოს არა, თითქოს გულს არც ყური აქვს, არც კარი აქვს, არაფერი, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად მოხდა. კარიც გაიღო, ყურმაც ისმინა, სულმაც შეიგრძნო და აი ასე შევხვდით მერე ერთმანეთს. და ეხლა ველოდებით ნებისმიერ იმ პატარა მომენტს დროს, რაღაცა როდესაც კიდევ ერთად ვიქნებით. ინსპირაცია რა იყო, როგორ მიხვდით და რატომ გადაწყვეტათ, რომ უნდა გაგეკეთებინათ ტესტი? ესე იგი ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც საბოლოოდ გამიიყო, ჩემი ძმის სულისაგან, ჩემი არაჩვეულებრივი ადამიანისაგან, ჩემი ქეთისაგან. ჩემი ქეთი უკვე ჩემია, როგორც ასეთი და პირველი ეს ადამიანი შემოვიდა პირადად ჩვენი დების ცხოვრებაში. აღმოჩნდა რომ მას უთხრა ვიღაცა. და ის რა არ დაივიწყა, ამ ადამიანმა არ დაივიწყეს რამოდენიმე წლის წინ ყოფილა არ მიაჩუმათა და მაინც გადაწყვიტა რომ ბოლომდე ვიყოლოდა ამ ამბავს რომ იქნებდა მართლაც აი რომ გაეგოთ ვინ იყო რა იყო რომ მან იცოდა რომ მისი თმარი ანუ ჩემი ძმა გია იყო ნაშვილები აი აქედან დაიწყო მე ქეთის აი მართლა საოცარი შემართების გამო და აი დაუღალავი მოწადინების გამო მოხდა ისე რომ გამოვიდნენ ჩვენს ასე რომ ვთქვათ აი ანუ მოძებნა ის გზა რომლითაც შეიძლებოდა რომ ჩვენ დაგვკავშირებოდა პირველად ეს იყო ჩემი დიშვილი და ეკას ამბავი მაშინ გაიკეთეს მათ ტესტი და ტესტის პასუხი იყო საოცარი რამაც ძალიან გაგვაკვირვა რამაც საერთოდ გაგვაოგნა არც დავიჯერეთ თავიდან სიმართლე რომ გითხრათ მაგრამ აი ეს ერთი ეჭვი რომ გაჩნდა უკვე რომ რაღაც არასოდეს თქვა არასოდეს და ისეთი გულწრფელობა იგრძნობოდა ჩემი ძმის შვილის და ჩემი ძმის ცოლის საუბარში და იმაში რომ გადავწყვეტე რომ ჩვენთვის კი არა თუნდაც ამ ადამიანებისთვის გაგვეკეთებინა რამე რომ ისინი დამშვიდებული იყვნენ მათ ნამდვილად ცოდნოდათ რა იყო როგორ იყო და აი ამ ძიებაში როვად მაინც ეს ეჭვი რომ არსებობდა დეიდამ ყავს ცოცხალი 84 წლის და გადავწყვიტე რომ მაინც მეკითხა, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ დავიჯერო რომ დედაჩემ შეიძლებოდა ყოლოდა შვილი, იმიტომ რომ მოძიებულ რაღაც ინფორმაციებში
ის რა ქვია მამა უცნობი ასე იცოდა კეთი ყოველ შემთხვევაში რომ მამა უცნობი იყო და ნუ დედა იყო ესა და ეს და ვერაფრით ვერ დავიჯერეთ რომ დედა ჩვენს შეიცავდა რაღაცა ასეთი ისტორია გადახდენოდა თავს რომ ვაშენოდა შვილი და მე ეს შვილი გაეშვილებინა და ამიტომ სკეპტიკურად უყურებდით მაგრამ მაინც ეს რომ ამ გულწრფელობა და ამ სხვანაირმა დამოკიდებულება ეს ყველაფერი გრძნობოდა აი სიყალბე არ იგრძნობოდა ამ ადამიანებში ეგრევე გამაქცუნა გამაქციაზე რომ დაიდაჩერდა და მას ვკითხე რომ ხომ არ იცი რამე იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ ვიცოდეთ ამის შესახებ არ ჩვენ მშობლებს ამის თაობაზე არაფერი არ უთქვამთ ჩვენი მშობლები ნამდვილი ბიოლოგიური მშობლები დიდად არ განსხვავდებოდნენ იმ ადამიანებისაგან ვის ოჯახშიც გია გაიზარდა როგორც მართლა საკუთარი შვილი ახლა რაც ჩვენ ვილაპარაკეთ რაც ჩვენ ერთმანეთს გაუზიარეთ აი თითქოს ისეთი ახლობლები არიან კატუშა და სერგო ხუტავს რომ ეძახიან რომ აი ხლა აღდგომაც რომ მოდის და რაღაცა ისო მეფიქრება რომ აი რა გავაკეთოთ რომ რაღაცა იქნებ და იმ ქვეყნად ჩვენ მშობლების სულებმა ერთმანეთი მონახოს ერთმანეთი დაამშვიდოს თორე ჩვენ ამ ცხოვრებაში მართლა ერთმანეთი ვიპოვეთ მართლა მოვნახეთ და რაც შეგვიძლია ადამიანურად რაღაცნაირად კიდევ უფრო გაულამაზებთ ერთმანეთს ამ ცხოვრებას აი ეს მინდოდა მეთქვა გიას აღზრდელი მშობლების მიმართ თორე გიას ახალგაზრდობისა ბევრი არაფერი არ ვიცით სიმართლე გითხრათ იმიტომ ისეთი ემოციური იყო ეს არ გვეყო ის დრო რაც ვიყავით ერთად ეს ის მარტო სიხარულს დაუთმეთ ასე მგონია და მცირე ეპიზოდებს თუ რამე ვიცით უფრო კეთისაგან ვიცი მაგრამ ასე მგონია რომ ძალიან კარგად ვიცი. აი როგორიც ალბათ ახალგაზრდობაში მამაც ჩემი იქნებოდა, ასაკში როგორც დედა ჩემი იქნებოდა. შეიძლება ასეც არ იყო, მაგრამ მე ესე მინდა რომ ესე იყოს რაღაცნაირად და რაღაც ასეთი ამ თვალით უყურებ ამ ყველაფერს რა. გია არის ბიძა ჩემი, ჩვენი დიდი ოჯახის ყველაზე უწყინარი ადამიანი. ხედავთ ალბათ როგორი ფერადი ნახატებიც აქვს, ისეთი ფერადია მისი სულიერი შინაგანი სამყარო. ბაბუზე რო გაიგენა შვილები, რა რეაქცია ქონდა? ნუ თავიდან შოკი იყო, არ ველოდებოდი ნამდვილად, მაგრამ მე რო ჩავედით და ის ხალხიც გავიცანით, ძალიან კარგი და კეთილი და თბილი ხალხი აღმოჩნდა, ბოლომდე ძალიან გამიხარდა. შენ? რავი, მე ჯერ კიდევ ვერ ვეგუები, რომ მუქერი არ არის და ზანდუკელი რო არის. რა ვერ ვეგუები, რომ მუქერიად ჩანს ჩემთვის. მაინც მუქერია ზანდუკელი. მუქერია ზანდუკელი.